ეს დოჰაა, კატარის დედაქალაქი და მისი შემოგარენი. ესაა ქვეყანა, სადაც თანამედროვეობა, ტექნოლოგიური განვითარება და არაბული კულტურა ტრადიციები ერთად თანაარსებობს. სისუფთავეა ყველგან. ცენტრში, დაუნთაუნში, გარეუბანში თუ ნებისმიერ სხვა ადგილას ამ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, გამორჩეულად გემრიელია მათი სამზარეულოც. და მოკლედ, ამ ვიდეოთი მინდა მოგიყვეთ ამ მცირე მოგზაურობის შესახებ. ძალიან ტურისტულ ადგილას მოვედი, ცენტრია. ამ ადგილს ქვია კატარა Cultural Village. აქაური ტრადიცია, რელიგია და ამ შემდეგ არქიტექტურა იყრის თავს თანამედროვეობა და პლუს არის ბრენდული მაღაზიები, რაღაცი Rolex-ი, Cartier, რესტორნებიც და აქ ჩამომსვა მანქანა. იქ არის საფარის ტური, ჯიპები და ეს აქეთ გრძელდება და კიდევ საკმაოდ ბევრია. მოკლედ ტურს როგორ გამოვტოვებდი ნებისმიერ ქვეყანაში თუ ქალაქში, სადაც წყალია და შემიძლია ჯეტსკი მიქირაო და ვიარო. ერთი რამ რაც საგულისხმოა აქ დოჰაში არის რომ რადგანაც ჩვენ ვართ სანაპიროებთან ქალაქში, ყველგან წასulis უფლება არ გაქვს მოკლედ. ეს არის კერძო სანაპირო, აქ არ მაქვს უფლება რომ გავიდე და ასევე ჩემს უკან გამოფრთხილეს რომ ესეც არის კერძო ტერიტორია და სამთავრობო ჯეტსკიები პატრულირებენ. არ ვიცი, შეშინება უნდათ ხოლმე ტურისტების თუ მართლა ეგრე იყო გუშინო ორმა აიშვაო, გავაფრთხილეთო რომ იქით არ წახვიდეთო, მაინც წავიდნენ და კატარის მთავრობამ დაახლოებით 5000-მდე რეალი დააჯარიმაო, დაახლოებით ეს არის წარმოდგენა რომ გქონდეს რაღაც 3500-3600 ლარია დაახლოებით. ახალი დღეც გათენდა, პირველი აქტივობა მექნება გოლფი, მივდივარ დოჰა გოლფ კლუბში. პროგნოზი გვაიმედებს და გვეუბნება რომ უფრო მზიანი იქნება ვიდრე გუშინ და ეს ძალიან მახარებს. თითაიმი მაქვს დაახლოებით 40 წუთში, სასტუმროსთან ძალიან ახლოა დოჰა გოლფ კლუბი. ასევე აქაური ადგილობრივი ტაქსი ქაროა ძალიან სწრაფად მუშაობს და შესაბამისად პრინციპში არსად მეჩქარება. იმედია ჩემი ფეხსაცმელები წამოღებული მოქვს და არ დამოვიწყდა ჩემი კალავეის ფეხსაცმელები გოლფისთვის. ჩაუბარგდები და წესით ეგ არის. მოვედი ერთ-ერთ ყველაზე ტრენდულ დასახლებაში, ეს არის ადგილი, რომელსაც ეძახიან ვენეციას, უпростоრად შთაგონებულია ვენეციით. არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გადაღებადი, გატრენდებული ადგილი ინსტაგრამზე.
that shit. აქაური ამინდი ძალიან ცვალებადია, ხან ძალიან ცხელა, ხან საკმაოდ ცივა, საღამოობით ძლიერი ქარი უბერავს და არც თუ ისე იშვიათად იმდენად მტვერია, რომ ხილვადობა ფაქტიურად ნულამდე ეცემა. ვიდეოს ბოლოს კი ვიტყვი, რომ მართლაც საინტერესო იყო ეს მოგზაურობა. კატარი ნამდვილად არის ის ქვეყანა, სადაც თუნდაც რამდენიმე დღით ჩამოსვლა და აქაურობის დათვალიერება ღირს. ან რა დაეწუნება ჩემგან ამ მდიდარ ქვეყანას, სადაც ადგილობრივები თითქმის არ მუშაობენ მომსახურების სფეროში და ქვეყანას, რომელსაც ერთ-ერთი საუკეთესო და უსაფრთხო ავიახაზები აქვს თუნდაც. მადლობა რომ მიყურეთ, იმედია მოგეწონათ ჩემი ვიდეო და შევხვდებით შემდეგ მოგზაურობაში.